განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოში უკანონო შემოტანის მცდელობა. სამართალდამცველებმა ბათუმის აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. უფრო მეტს ვაგო მეზურნიშვილი გიამბობთ. 24 წლის მუჰამედ ტაილანი პოლიციამ ბათუმის აეროპორტში მაშინ დააკავა, როდესაც ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 212 აბი საქართველოში ხელბარგით შემოჰქონდა. სკანერზე დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა ერთ კაფსულაში სხვადასხვა სახის აბები საეჭვოდ მიიჩნიეს და საქმეში სამართალდამცველები ჩართეს. პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო. მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად საერთო ჯამში 212 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს. სამართალდამტყო მოქალაქეს აღნიშნული აკრძალული მედიკამენტი 4 წელს სხვადასხვა დასახელების ფარმაცევტული პროდუქციის შეფუთვაში ვიტამინების აბებთან ერთად მალულად ჰქონდა განთავსებული. მან ვერანაირი კანონით დადგენილი დოკუმენტაცია აღნიშნული მედიკამენტის შემოტანის შესახებ ვერ წარმოადგინა. ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლოში პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავება. ადვოკატის ინფორმაციით მისი დასაცავი მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ამბობს, რომ აბები მას არ ეკუთვნის და ისინი მედიკამენტები ეგონა, რომელიც ადრესატისთვის უნდა მიეტანა. რას არ აღიარებს, ვინაიდან ფისფრიანობით იყო ეს შენაფუთები, ეწერა იქ ვიტამინები და წამოიღო სხვა პირისთვის გადასაცემად მედიკამენტები და არა ფსიქოტროპული ნივთიერებები. ეს ინფორმაცია მისთვის უცნობი იყო. საქმეზე გამოძიება 2 მუხლით გრძელდება, დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.